თვითონ აი ფაქტმანო ჩვენ გემების დაკვირვება ნოემბერში დავიწყეთ და ნოემბრის შემდეგ სულ მცირე 20 ისეთი გემი ვიპოვეთ, რომელიც ჩრდილოვანი ფლოტის წევრია. ამ 20 გემიდან სულ მცირე 12 იყო კულევის პორტში შემოსული და იქ დაცალა თავისი ნავთობპროდუქტები. ეს არის მხოლოდ ის ნაწილი გემების, რომლებიც ჩვენ შევამჩნიეთ, გამოვიკვლიეთ და შესაძლებელია ეს ციფრი იყოს 2-ჯერ, 10-ჯერ, ან რა ვიცი, 15-ჯერ მეტიც კი. მაგალითად ატლასთარი, რომელიც დაზუსტებით ვიცით, რომ რამე ტრანზიტული პროცედურებისთვის არ შემოსულა საქართველოში. მან ნავთობი პირდაპირ ქართულ კომპანიას შემოუტანა და ესეც, ანუ ანალოგიურად გზაში აყალბებდა რამდენიმე დღე ქრებოდა მონაცემებიდან. ამასთანავე საკმაოდ ძველი არის, ცუდი დაზღვევა აქვს. ანუ ყველაფერს ერთად კომპლექსურად აჩვენებდა, რითაც შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ეს გემი ნამდვილად ჩრდილოვანი ფლოტის არის და ის გემი არათუ პრობლემოთ მივიღეთ, არამედ ნავთობი ქართულ კომპანიას შემოუტანა, რომელმაც მერე ის გაყიდა. ერთ-ერთი ესეთი ძალიან ნაცნობი გემი იყო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, იყო ბავლი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა, რომელსაც რუსი მფლობელები ყავდა, მართველი კომპანიაც რუსი იყო და საქართველოში 2025 წელს მინიმუმ 6-ჯერ მაინც შემოვიდა. ყველა შემთხვევაში, როდესაც ის შემოვიდა, თითქოს მას ნავთობი მოქონდა ტრანზიტული ტვირთად, რომ აქ უნდა დასაწყობებულიყო და შემდეგ წასულიყო სომხეთში. ჩვენ ეს დაზუსტებით არ ვიცით, ეს ნავთობი სად მიდიოდა. მაგრამ როდესაც ამ გემის მოძრაობას ვაკვირდებოდი, ყოველთვის მიჩნდებოდა ერთი ეჭვი, რომ ის ძალიან ბევრ რამეს მალავდა და ის უფრო მეტს აყალბებდა. ამ გემთან ერთად იყო მისი პარტნიორი გემიც, მოდი ესე ვთქვათ, რომელსაც კარაკუზი ჰქვია და ის გემიც საქართველოში შემოვიდა ამ გემთან ერთად. იგივე მფლობელები, იგივე მართველი კომპანია, აბსოლუტურად იგივენაირი მოძრაობის სისტემა. ეს გემი ჩვენთან საქართველოში შემოდიდა პრობლემის გარეშე და ეს გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში და 2025 წლის სექტემბერში ბრიტანეთმა ეს გემები ორივე დაასანქცია როგორც ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთი გემები.